კიდე გავიჭედი. ბედი არ გქ რა. რამდენი შევედი იმდენი გავიჭედი. უნდა ვუსაუბრო. მესამეჯი გავიჭედე მე შენ? რა ვიცი ჩემი. რამდენი ფეხი შევდგი იმდენი გააჩერა და რა. ამიტომ ფეხით ნავიაროთ. ლიფტით არ ნავიაროთ. ეგრეც მოძრაობ რო იცოდე. ახ. და მუსიკას უსმენში. კლასიკა ვაი. ყველას მეტად ვინ მოგწევს? ბევრია თო. მას სამეული მყავს რა. აბა მითხარი სამეული. ბეთჰოვენი. ვა, მაგარია, მეც მიყვარს. ბახი და შოპენი. მე მიყვარს გერშვინი. ხო, ძალიან მაგარია. ვა, საულ შენ. ბეთჰოვენი და მოცარტი. ესე იგი პივოზე გერშვინი? გერშვინი ატო პივოზე. ძალიან მაგარი კომპოზიტორია და სადაც ბეთჰოვენი და ბახი გერშვინი ვაფშე არ არსებობს თო. შეიძლება. არა, გეიმოვიდა და ჯარეტი იცი? კეი ჯარეტი? კი, როგორ არის? აი ეგეც. როგორც ჯაზისკენ. ვაი, კლასიკაში მაგას ნუ შეუძლია. ჯაზისკენ არის, ხო. ხუთეულში არის ჯაზმენები შესული. ვიცი. ვიცი, მაგ ჯაზს ვერ ვიტანე. აი რა, მე მიყვარს. აი რა, მოგესმენებია ჯარეტის, აბა. არა. არ მოგისმენია ეს. მომისმენია, არა, მე პროსტა ჯაზს ვერ ვიტან, გამიგე? მაინც აი ერთი არის ძალიან ცოტა ხანში. კაი, ცოტა ხანში. ამოიღე და პროსტა იყო. აი, ჩარკვენი იყო არის. აი რა მითხარი. აბა რა მუსიკა. აი ეგრე რა კლასიკა რა და შიგადაში ხანდახან ეხა სიტუაციის და მიხედვით მე პოეზიით დადიხარ თო. რავი. სადაც დავდივარ დამაგ ჩემი ჩანთა. დადიხარ და ესე მოძრაობ. არა. ეხლა წამოვიღე რაღაც გიოზანგური, იცი? ვინა? დეფიკო გიბედაშვილი, გიოზანგური, გიო შალამბერიძე, სამკაული. ეს რა არის? ეს გაერთიანება არის პოეტების. მართლა? კი, და რავი, თქო წავიკითხო. თუმცა მე. ჯერ ცოტა მოვერგოთ აქაურო მესამეჯერ კი ამჯერ რავი საქართველოს რამდენს უძლებს რამდენს იტევს უბრალოდ აბა ესე იგი ჯაზი გევასება ჯაზი კლასიკა როკი აი ტრიო აი კიდე მიყვარს სხვა რა შემსრულებს ალტერნატივა მაგრამ უფრო აი ეს სამი ის ალტერნატივაც ხო ალტერნატივანოს სხვა მიმდინარეობები, ალტერნატიული მიმდინარეობები არის. მაგრამ სამს გამოყოფდი რა. მეტი რაღა არის ახლა. მეტი როგორ არის? მეტია და პოპი და მეტალი. მეტალიც ახლა მაინც ახლა როკთან მაინც ისეთ. ნუ როკია რა, როკის მიმდინარეობა. ოღონ მძიმე უფრო. ხო მძიმე, მაგრამ მე ვერ უსმენ. არც მე აღარ უსმენდი ადრე ხო მეტალიკა რა. მეტალიკა არ არის მეტალ ტიპში. უფრო ბალადა არა, მაგრამ მაინც ნუ ხეხვა რა. ხეხვა. ნუ რა Pink Floyd-ი რა. Pink Floyd-ები ხო იცი ახლა რა. ცოტა ლეგენდა. გადაღრძოვებული ტვინის პატრონები. მართლა რა. იასნა. ეგენი კაიფში გადიოდნენ არ იცი კონცერტზე? კაიფში ჯიმორისონის წამლის ზემოქმედების წევდნენ სიმღერასაც ყველაფერს ვაფშე ყველა ეგრე წერდა კურტ კობეინი ჯიმორისონი ვარ კურტ კობეინი და ეხა ის ცოტა ეს არის რა ნუ რატო კურტ კობეინი ლეგენდა თანამედროვე როკის ვინ გაალეგენდა ეს ვინ ნუ თავის სტილი ქონდა ელემენტარულად ნირვანას ეხა ყველას თავისი სტილი რა მე როკით რო გადარეული აბა ეხა ფარფლები და ლედ ზეპელინი ერთ და იგივეა არა ფარფლები არ ერთ და იგივე ესე იგი ამას თავისი მიმდინარეობა აქვს ამას თავისი მაგრამ ოფშოთში ქვია როკი ხო აი ეგრეა რა ხო მაგრამ აი იმ ლეგენდა ნირვანას ლეგენდაა და ისიც ლეგენდაა მართლა ლედ ზეპელინი არის სხვა პერიოდი უბრალოდ რა მე რა მაგარი ძველის ახალი ლეგენდა რა იგი ხთი ახალი ეპოქის ლეგენდა ვერ კაჩავს რა მე ვარ ვილაპარაკო ვერ კაჩავს რა უნდა ვაფშე რა უნდა რა მე არ მიყვარს ძალიან ნირვანა მაგრამ უბრალოდ აი პროსტა ამდენ შეახცია და ამდენის მუსიკა ვაღიარე კი
ამდენის მუსიკა რო გახდა, უბრალოდ მაგით ვაღიარებ. რა გახდა? ამდენს უყვარს ეს Nirvana რა. წლები გავიდა და ყველა ერთი რამე დაიმახსოვრე რა. მასობრივი რაღაც ჩაციკლო არ ნიშნავს რომ ის კარგია რა. ხო, მის გასაგებია. ეგ დაიმახსოვრე შენ. კი, მაგრამ როგორი ითქმის პოპზე გარი ითქმის რა. ყველაფერზე ითქმის. მომისმინე ეწუთი, აი რას გეუბნები. ესე იგი, დააკვირდი პროსტა თქვა Nirvana-ს გულშემატკივრები ხო? აი პროსტა კლიპში დააკვირდი რა როჟები არიან რა. ნუ თავისებური. არა, ვაფშე რამე პირადულია აქვთ, არაფერი, ფანატები არიან რა. გამიგე? ეხა ტვინის გარეში ადამიანი რა არის? ცალიერი? ხო, გასაგებია. ცალიერი ჩუჩელაა, ხო? ფუტლი არის. ხო, ფუტლი არის, ხო? ხო, და ეგეთი ვარიანტია ხა, მიდა ვერ დაგეთა, მაშინ ეგ Pink Floyd-ს ეგრე იყო, Led Zeppelin-ს ეგრე იყო. და მაგაზე მუსიკაში ადარა, მუსიკაში ადარა. აი Nirvana-სი და Pink Floyd. როგორ შევადრე სხვა სტილი არის? სტილს გაანებე თავით. თუნდაც ჟღერადობა, აი მუსიკა როგორ მიდის, იქ სიმღერა გესმის და ღრიალი გესმის რას გეუბნები. და დაუკვირდი პროსტა რას გეუბნები თორე. მივხვდი შენ თუ გინა ის კულტურა გიყვარდეს და თუ გინა ის პანტერა რა. აი იცი ეჭვფეცი? ყველაფერი. ამეცის რა არ უზეს. არა მეთქმა დაიმფაროს ახლა მაგით მოვიწავოთ. აი რაჯობი რო იცი ყველაფერი და ასნატო. აქ საუკეთესო ირჩევ რა. არა საუკეთესო ნაღები ხო იცი კლასიკა რა. კლასიკა არ კი რა თქმა უნდა კლასიკა ნაღები არის. კლასიკა მაგარია. წავიკითხოთ ლექს რა. მადია რა. საგაი რა ვეი ძალიან მომეწონა ეს ლექსი და წამოვიღე და ასე ქვია ჩემი გაზეთის ტრედი იყიდება ჩემი წილი ძილი უხეირო ერთი ლექსის შექმნად გაიფანტა ჩემი სათბროს მძივი თუ იპოვეთ იქნებ ერთად შეკრათ წინასწარ გიხდით მადლობას თუ თქვენ აპირებთ დათრობას ქართული ადათ წესით სასწრაფოდ ყანწის შესვით სულიფერად სიზმრებს საინტერესო ოცნებაში მამზადებ თურქებს არაბებს მონღოლებს და სპარსებს 4 ენაში ქართულში ვარ გამოსტილი მეზღაპრე შევიზენ ფანტასტიკურ ამბებს დევებზე ჯადოქრებსა და რაინდებზე ვარჩენ იმედგაცრუებას ხსნი დაბღრილ წარბებს ვაყენებ განწყობას სასრულ ამიდებზე სახლიდან გავიდა დაალდაბრუნებულა სიყვარული წაბლისფერი თმებით ლურჯი თვალებით ტან დეცვა უთვალო ფერადი აპრილი ის დილით გავიდა სულის ოთახიდან ოდნავ გულნატკენი და მზერა გადახრილი მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს დროული მოსვლისთვის მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს ბულბულის გოსნისთვის ბაღები ხმაპტუხარებით იუწყებიან რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი ორი წყვილის ერთად დაგვიანებით და შადრენის უწყლოდ დაზიანებით იყიდება ყველაფერი ის რასაც ხდება სხივი ოქროს მზის შევისყიდი წელიწადის ყველა დროს რომ სიმშვიდე ვერ დამღალოს ვერასდროს დამეკარგა ქარში ქალის თმა თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა გაიხედეთ გარეთ ისევ წვიმს და წვეთებით სატფოს უკრავ მძივს გადაგღალათ პრესამ გადაკეცეთ ქუდად ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი დღეს გაზეთის ტრედი გახდა ისეთ სუდად რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი და დაეცა მიწას ვით ბოთოლი ხმელი უფერო უსულო განცხადების თქმელი ავტორი არის გიო ზანგური აი ძალიან მომეწონა და რას მინდოდა რომ წამოვიღე და რა ყოველ შემთხვევაში დამახმოვე რა. შენ გიყვარს პოეზია ისე? მე? ხო. იასნატო. ხო, აბა რა, პოეზიად კაცი. იასნა. აი, განსაკუთრებით? მაინც შენი აზრით? ალბათ გალაქტიონი. მაგრამ მე გალაქტიონი მიყვარს, მაგრამ რავი, ასათიანი უფრო მიყვარს. შენ რა სტრანი რაღაცებს ამბობ. სტრანობა არ არის, ასათიანი უფრო ჩემთან მოდის რა. აი, ეგ მართალია თქვი ხა. შენია უფრო. ჩემია, იგივე რა გალაქტიონი რო. მართალია. გალაქტიონი. ეხა მეგეტყვიოთ რამეს რა. ის ჯობია რომ გალაქტიონზე არ თქვა ფანატურად, ხო? რომ აი გალაქტიონი არის, მე შენ რა თუ არ გესმის იმის. ხო, რა თქმა უნდა. აზრი არა აქვს, ხო? თუ შენიანია, უფრო შენში თუ გეგენათესავება. კი, მესმის რა თქმა უნდა. მე საფლავ ძალიან მაგარი არის. ეხა ეგრე შორს წავალთ. ხო, ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ რავი. ხო, არსად ჯობია გენათესავების ვიდრე ისე ჰაერზიან გალაქტიონი მაგარი ან ბეთჰოვენი. რა თქმა უნდა მაგარია. ბეთჰოვენი მაგარია, მაგრამ სიმფონია მოსმენილი არა, თარიღი მოსმენილი არა. ხო, რა თქმა უნდა. ხო, რა, მაგრამ მაგას ვატყობ ეხა ადამიანზე. იმიდან ისთობ რა. თუ არ იცის ეხა. ვიტრინიდან ისთობ იმას რა. პროდუქტს. ეხა იცი როგორი დროა, იცი, ისა ხალხმა იცის რომ აი კლასიკა არის მაგარი რაღაც რა. ანუ მუსიკაში ვინც არის კიდე ის ძალიან სულიდოს მოწოდება. მუსიკის სათავე არის კლასიკა. იქიდან რომ წამოვიდა. ბახი იყო პირველი
როკის ელემენტი ქონდა ბაღს, მინდა გითხრა რა. ხო და წამოვიდა და აი ესე მე ესე გაიშალა და ეს დეგრადაციაში წამოვიდა რა. ეხლა ზევით რო ავიდეთ, სუფთავდება, ხო? მე ჩამოვდი 1000 განშტოება და რაღაც იდიოტობები და აი მაგას ვამბობ რა. და ესეთი ტენდენციაა, რომ ესე იგი უნდა თქვან, რომ ბახი მაგარი კაცია. ბეთჰოვენი უყვართ, მაგრამ აზი არ არის ან თვალის უნდა რომ მოასმენინო, იტყვის ვიღაცა ემინემის მუსიკა რაღაც. ნუ რასიზო. მაგრამ პრინციპში კლასიკას ბევრი არ უსმენ შემოკარიფა. არა და არც უნდა უსმენო მართალი გითხრა რა. არა, მარტო კლასიკაზე აი გემოვნებიან მუსიკა. ნუ ხე ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ რაღაც ფიქრობ რომ ეს ვთქვათ დღევანდელი იცი რატო არ უნდა უსმენდე ეს? იმიტომ რომ არ ესმით რა. იმიტომ არ ესმით. არა ხო თუ არ მოისმინე ერთხელ ორჯერ შენ არც მაგას თუ გინდა 10 ჯერ მოასმენინე ამას. არა ეგრე არ არის. ეგრეა. შენ ხო ამბობ მე galaktionze მაგრად 100-იანი ახლოს არის ხო? აი ეგეთი ვარიანტი. ეს კიდე კაი ვარიანტია საკითხული. არა, აკითხული. კიდე ბევრი მაქვს, მაგრამ 100 მე მაგას არ გეუბნები. ქართულად 100-იანი თქვენ უცხოებიდან შანდორ პეტიფი მაგალითად უცხოებიდან. შუა საუკუნეებში თუ ხარ გარკვეული შუა საუკუნეებში აი ველასკესი გოია არა მართლა აუ რა დაგიკარგია იცი რემბრანტი რა ოქროსფერი აქ ბიჭო არისი კაცო არა როგორ აი მე გირჩევ რომ კაროჩე მაგათ ჩაუღმავდე რა არა მე ხატრობ ძით არა მუსიკისკენ უფრო ვაკად მუსიკას რო გმოვდები ხო რას ხატრობაც ახლა ნუ გალერეებში დაუდიო რაღაცა მაგრამ ხა არ მაქვს რა ეს არა მე ვახერხებ ერთსაც მეორესაც მესამესაც ვახერხებ მეოთხესაც რა არა просто კი იცის ეხა ხომ ეხლა როცა აი გადაგახტუნებ მან გუგი ძალიან ბევრი ნახატი მან გუგის ნახატი ეს ისე როქტებოდა გადახატა დაერქვა ნახატი აი ძალიან გენიალური იყო მაინც რაზე ამბობ აი ბოლო ნახატი დაერქვა იცი ბოლო ნახატი რომელია არა სახელ თუ იცი მედი მითხარ მზის ჩასვლა ერქვა ბოლო ნახატს მაგას უამრავი მზე აქვს დახატული აი უამრავი აქვს მაგრამ საკითხული აქვს ბიოგრაფია მაგის ხო ვიცი რომ გაჭორებული იყო ძალიან გაჭორებული კიდე არაფერი ძმა იყო იდლობდა მის ნახატებს და შიმშილი სწორებოდა სული მაგრამ ხატავდა მაინც აი როგორ იყო იცი მაგის ძმა იყო ანუ სურათებზე მუშაობდა, ანუ ყიდიდა რა, ასე ბევრი მხატვრების ნახატებს ყიდიდა. ეს ყიდულობდა ამისგან და ისე არ ყიდულობდა, არა, კი არ ყიდულობდა, ეს უბრალოდ უგზავნიდა რა. და ის მერე უკვე ყიდიდა, მაგრამ არ იყიდებოდა, გესმის? ფულს აძლევდა ეს მე. ერთ ნახატი გაიყიდა, თუ არ ვშტები ვენახები, წითელი ვენახები რა. არ მაქვს. ხო და წითელი ვენა 400 ფრანკად გაიყიდა რა. ერთადერთი ნახატი აყიდა თავის ცხოვრებაში რა. რო გარდაიცვალა მე მილიონებად შეკრა. ხო რა თქმა უნდა ეს ყოველს ეგრე ხდება ხოლმე. ეგრეა. თუ მაგარი ხარ იმ მომენტში აღიარე მაშინ რა. ხო ნუ არ შევქცევს მაგის ძალა ადამიანებს თუმცა სუსტები ვარ. ყოველთვის გვიან ხდები ხო ეს. ეს კითხე რა ეს რაღაც საუბარი იყო რაც ფესტივალზე იყო მზიურში და გოგოები იჯდნენ რაღაც და თქოს ეს ჩარკვიანი გარდაიცვალა რაღაცა მაგაზე საუბრობდეს ეს კარგი ადამიანები სად არიან მეთქი საერთოდ მეთქი რა და მიწაში აი ძალიან გენიალური პასუხი მითხრა რა. მიწაში რა უნდათ ბიჭო? ხო რა უნდათ მიწაში? მიწაში არის ეს. თეატრი გიყვარს? ვაფშე ხელოვნებაა ჩემი ცხოვრება. მეც რა ვისწავლე. რა მარქსი და ენგელს მასწავლე. ეს ხო არა ის მაგ რა. იგი დავაშავე. ფსიქოლოგიის იგნი მაგ რა. ზოგადი ფსიქოლოგია. მაგათი? არა ფსიქოლოგიას სწავლობ და იქ არის მოტანილი ეს მარქსი და ენგელს რაღაც ისე. ბევრი არ არის ბაზარი არ არის ბევრი არის როჟები არიან რა უზნაძე წიგნი არის ტიპები ჯოჯოხეთთან ლაპარაკობენ გიმინა სულ ხდებოდა აი მე ზიზღებოდა ესე იგი მაგათი ესე გითხრა ერთუთი რა ის ისტორია სახელმწიფოს ისტორია თუ რაღაც რა ისა პოლიტმოძღვრება და კაროჩე მაგათი წიგნი იყო რა და ეს ისწავლე, ვერ ვისწავლე, იცი რა. აი სახე მე გული მერეოდა რა. სატანიზმი იყო. აუ ესე იგი აი მირჩევნია აი ესე დავარნა, შევჭამო რა იმე და ამას შევირგებ ბიჭო და იმად ნაწერს პოსტა აი თავში ვერ შევუშვებ რა. ესო თავში ვერ ტყავდი ესე წიგს და მეთქი აი დამიწერეთ ორიანი მაგის დედას ვაპირე რა. მე წაი კაი პრობლემა წასავდიოს ლოგიკას რა.
და არ ჰეს მასწავლებელი. ლოგიკა მაგარი რამეა. არა, მაგარი თვითონ საიდან მოდის ხო იცი ისე აი ეს ფუძემდებლურად. ნუ ახო არისტოტელე საბერძნეთი. არისტოტელე და რამე. ორი განათლებული კაცი და რა. მაგრამ ხო იცი ახლა მაგაზე მაგარი კაცი ვინ არის? აუ თოთი. იმაზე მაგარი კაცი ვინ არის, აბა თუ იცი? დიოკე. არ ვიცი, ამღე სოკრატე. სოკრატე ხო, სოკრატე. სოკრატეს მოწაფე იყო პლატონი. და პლატონის მოწაფე იყო ალექსანდრე მაკედონელი. არისტოტელე. არისტოტელე იყო და არისტოტელესი იყო ალექსანდრე მაკედონელი. ხო. აი დაიჯაჭვია აზე ხა. მაგარი ჯაჭვია. ხო, თან მაგრამ როგორი ჯაჭვია პირველი მეორე მესამე და დეგრადაციაში მიდის. რატო ხო? მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე. ხო. ეხლა პლატონი არის სათნოების განსახიერება. ეხლა უყურე, მაგის მოსწავლე არის არისტოტელე, ხო? ეცნამდეგება უკვე უბრალავს რა. უკვე ეცნამდეგება პლატონს. აბა რატო? ბევრი ისეთი რაღაცა გააკეთა მაგა რომ პირდაპირ წავიდა პლატონის წინააღმდეგ რა, იქ აზროვნებაში, იქ აი ეხლა ლოგიკა რო ჩამოაყალიბა, ხო? მე მაქვს წაკითხული მაგის ლოგიკა რა. ხო, მეც მაგ რაღაცა არა, შალია, ბიჭო. ხო, შალია, მაგის თქვა მინდა. ეხლა ამოდი აეგარი მშრალი და მე ეხლა ეს მარქსი და ეგელსი ჩემი მინდა დავაშავე თუ ატონი მაგარი კაცია არ გივასწრებ ფეხბურთი ისე რა მაგათ გერმანიას უყურე ეს ბოლო თამაში იყოს მესამე ადგილზე მესამე აუ ძალიან მაგარი თამაში იყო რა ფინალს არ მიყურები არ მოგაწყვეტ გარიცის კარაგუნდია რა ჩემი რა გერმანია იმე თამაში წავუვიდათ რა ეხა პორტუგალიამ ვერ გაიტანა თავის შესაძლებლობები ამან გამოიყენა არა რატო თანაბარი იყო ჩემი აზრით ბრძოლა ხო და მაგას გეუბნები იმან გამოიყენა იმისი გოლი გავიდა და ამისი არ გავიდა და მასაც უამრავი მომენტები ჰქონდა და ზიდანი რამგრემას წასულა მაგრა წავიდა და ისე შვენივრად წავიდა ტორო მოაწყო დავია ტერორისტის ეს რა უთქვია ისო შენი დეშენი არა მეძავი იყო ტერორისტი ერთ საათიო შენ დას იმას ვიზაო რა და შე ტერორისტო ეს რა ქვია რა ქვეყანა ალჟირი ხო შე ალჟირო ტერორისტო ერთი საათი მოიცადა გაწვლილი იყო დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ეგეთი ტიპი ყოფილა თავიდან რა იყო იცი ის ეკაჩებოდა მაიკას რა და ერთი საათი მოითვინეო და მე თვითონ მოგცემა მაიკა გინდაო გაიგე და ეს იდეა უთხრა რა აი მე შეუკუთხა მე იყო ეს თავით სად იპოვა ეს ფრაზატო შენ დას იმას ვიზა ცოტა ხანი და არა ფსიქოლოგიური მომენტი რა მოშალა ტიპი და მე თან ესეც მაგარი შერეკილია ხო იცი ეს ფსიქოლოგიურად ვერ არის აგარია აგრესიული ფეხბურთელია ხო მაგრა თამაშობდა თან წავიდა ქალაქი სადაც ბინძური ხალხი დასახლებულ ტერიტორიას ქალაქს რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა სიზმრის მოყოლად გაუნხილეს მტერს ისტორია და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება და ლოლოები მაიშიაც აღარ დნებიან მაგავს საყელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკეს ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვარ წმენის ღამე კახპები დატვირთული ქარავანია სადაც ციცოცხლე სულელია სიკვდილი ბრძენი სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას მაგრამ ნერვებით ერთმანეთის ზიზღით ხმამაღლა სადაც სიკეთე გამოსტაზე აბარებს სოდვას და სიყმაწვილე დაოჭებმა მტვერში დამარხა ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე პეპლების გუნდით ყვავილების ლურჯი ნიავით იწყრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს ქალაქში სადაც ვერ იპოვეს ადამიანი დისკი მაგდა მე გათხოვებ რა დისკი ხო ის არის რა აუდიო ლიტერატურა წიგნიც მაგ არ არის ტკივილი სიყვარულში? ტკივილი როგორ არ არის? მაგრამ ამ ტკივილს როგორ გაუძლებ? აი ეგ არის ყველაზე მაგარი. აი ახლა გაუძლებ, არ გაუძლებ რა, მე მეგონები რომ მოგიყვანა ციტატა უბრალოდ. ერთი გამარტება ტკივილი და სიხარულის როგორ შეხედა გააჩინია? აი ცხოვრებას ტკივილია, მაგრამ შენ რას მეტყვი შენ? მე? შენ რას ფიქრობ ხო? აი სიყვარული ერთმანეთს ზრუნავ აი როგორ ანუ შენ აი რა მომენტში იქნება და რა მომენტში იქნება? აი ერთმანეთის ერთნაირი სულის ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ანუ მაგ მომენტში ანუ
იმას აკლია რაღაც, ამას რაღაც და რაღაც ერთდება რა. ანუ შეერთებაში ხდება სიყვარული? ხო, რაღაც სულების შეერთება თითქოს და. თუ ვერ იპოვე? თუ ვერ იპოვე რა ეხა, ანუ თუ ვერ იპოვე მაშინ თუ აბსოლუტურად ვერ გაუგე ადამიანს, მაშინ რა ხდება? თუ ვერ გაუგე ადამიანს? აი თქვა ხო, არა გაქვს რა, გიყვარს, მაგრამ აი ვერ უგებთ ერთმანეთს თქვა ხო? ალბათ ეგ შეიძლება იყოს რაღაც ჩარჩოების გამო რაღაც აი აუცილებლად ვიღაცამ გიყვარდეს და ვიღაც საზოგადოების გამო. ჩარჩოში შენ ჩასვითო რა, ჩარჩო კი არა. ხო ვიცი შესვლა რა თქმა უნდა. შენ თქვი რომ მე თუ მაკლია რაღაცო და იმას რაც აქვსო და მე მაქვს და იმას არ აქვსო, ანუ ეს შეერთება ქმნის სიყვარულს, ხო? ხო. ანუ ეგ არის შენი აზრი? ანუ რაღაცები, ანუ დანაკლისის ვარიანტია ეგ რა. მე არა მაქვს, შენ გაქვს და ის მე რაც მაქვს, შენ არ გაქვს. და ამ მომენტში არის სიყვარული? არა, ეგ ამ მომენტში არა. ეს ძალიან რთულია. პირობა ერთ-ერთი რა, ეგ ჩემი აზრით რა. კიდე გაქვს რამე პირობა? კიდე? აუ, არ თქვი შენ ამერ გამოს. აი ხა მე რას ვიტყვი უყურე. აბა. ესე იგი მე ვამბობ ესეთ რაღაცას. სიყვარულმა არ იცის არც ფერი, არც რასა, არც ვაფშე არა ესეთი კრიტერიუმები არ არის. ეს უკვე ადამიანის აზრავს, აი უკვე გარეგნული შეხედულებებით და რაღაც. ზოგს გარეგნულიდან უყვარდება, ზოგს დროთა განმავლობაში შინაგანს რო წვდება, ფიქრობს რომ ნენელა ეს ზედაპირული ყოველთვის. ეგ ყოველთვის ქრება. ქრება მაგას მაგარებული. ჯობია კი ესა სიყვარული არის რომ აი რაღაც შენი თვისებები რო შეუყვარდება ადამიანს და შენი საქციელები, შენი აზროვნება რო შეუყვარდება შენი. ამას აერთებ რა ერთმანეთში. მე ის გიყვარდება. ეხლა შენი ეს არის წარმავალი, ეხლა თქვა ხო? რაღაც თქვა გიყვარს ესეთი აი ესეთი სახის ადამიანი. იმას თქვა იმ სახეს რაღაცა მოუვიდა, თქვა დაიწვა რაღაც. მე რას შევ. გეყვარება კიდევ საკითხავი. შო ქრება. არა, მე მაგას არ ვფიქრობ, მე სხვა რამეს ვფიქრობ. ეგ არ არის სიყვარული. ეგ ბაზარი არ არის, ხო, ეგ არის ხორცის სიყვარულია ეგ და იმის. ეგ არის პროსტა არაფერი არ. ლიფტის სიყვარული რა. ლიფტი? ლიფტი. აა, ლიფტი. ლიფტი. ეს იგი როგორ ისი? აი პირველი შეხვედრა როგორ არის ხა? აი ზოგჯერ არის რომ ერთხელ ნახავენ და ეგრევე ეგზალტაციაში მიდიან და ეგ რაღაც სექსუალურობას და ხოლმე. არა, მან ზოგს აქვს მაგარი განცდა ფიზიკურობის რა. ანუ იმდენად აენთება და იმდენად ჩაუვარდება ეს ადამიანი. ანუ გარეგნობის ასპექტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგისთვის რა. ზოგისთვის. ეხლა ბევრჯერ გინახია ალბათ რომ დგანან წვილი რომელიც უყურებ. ამას თვალები სათქონდა, ან ამას სათქონდა თვალები, ხო? ბევრჯერ ხო გითქვია ხო ესე ალალად გითქვია. ნუ მე არ მითქვი, იმიტომ რომ არა, ნუ შენში ხომეს გიფიქრე, მე არ შეეფერებიან ერთმანეთს, ანუ განსაზღვრება ვინ რა იცის შეეფეროთ რომ შეეფეროთ. მანდაც მივალ. მათში არის. მანდ მივალ. მათ უყვარს მე რა შუაში. ეგ ეხა თავის თავად. და რო ხდება ხოლმე იცი რა შენი საუბრა მოიყვა. ვიგეკითხები. არა, მე სხვა რამის ვთქვა. მივხვდი შეასწავლე. რო შეხედა, აი პოსტა გოგო არის თუ ძალიან ლამაზი. მე წარმოგიდგენია ბიჭი, აი ძალიან უხეში შესახედაობი, აი თუ აი დაგენანებას ვარიანტი რა, რო აი რატო კაი ბიჭი ხო შეიძლებოდა რა. თან ამ ბიჭია ძალიან კაი და გოგო და საათ თქვა თვალები ხო? აი, მაგას დაანებე თავი. ეს უკვე სხვა რაღაცაა. ეს უკვე გარეგნული პონტი აღარ არის რა. ეს უკვე თვისებების მოწონება უკვე და შინაგანი სამყაროს ჩაბღაუჭებაო, ვიდრე გარე რა. თორე მაშინ ის ამას არ მოიყვანდა რა. ესე იგი სხვა რამე აინტერესებს. იმის შინაგანი სამყარო აინტერესებს და ვიდრე გარეგნული. ეგ ერთი. ესე იგი როგორ ხდება რა? ეს პირველი შეხედვა ხო? მაგარ ეფექტს იძლევა ზოგზე რა. და უკვე გონია რომ აი ეს თელი ფიზიოლოგი და ანგრევენ ყველაფერს და всё რა. всё, მორჩა. ცოტა თუ არ მოიმერე, ცოტა მოიყვანს თქვა ხო ამ შემთხვევაში და მე ხდება ეს ურთიერთი გრევა ის რა. მე უკვე თან ყოველდღე უყურებ სახში უზის და უკვე შეეჩვია უკვე. ამაში რა მიყვარდა? ხო რა მიყვარდა? თქვა ხო? ა შევა კი პატივსცემი და რაღაც. აღარ ერთფრევა. აზროვნება აღარ ეთქვა ერთმანეთის ისე რაღაცა როგორი კაცრია ბუნება რა უყურე რა. ესე იგი შენ სანატრელ არსებას რო გვერდზე იხილავ, ხო? და უკვე შენი მეორე ნახევარი ხდება. და უკვე რო ამჩნევ რა, აი მაგაზე საშინელი შეგრძნება არ არსებობს, რო ამჩნევ რომ აი უკვე სიცივეს გზნობ უკვე. ანუ გაუცხოება. აი არა, გაუცხოება. შენი აღარ არის უკვე რა. უკვე აღარ ხარ, ზენიტში აღარ ხარ რა, გამიგე? და უკვე ნელდები უკვე რა, გამიგე?
ხო და მე რას რის თქმა მინდა. ესე იგი ანუ სიყვარულს შიფრავე ხარ რა. ესე იგი სიყვარული ყოველთვის ჯერ იწევს ვერტიკალში ასვლას, ვერტიკალში როავა, მე ზოგს დიდხანს უგზელდება, ზოგს მალე. ანუ ეს და მე ეს ვერტიკალი ფიზიკურია ყოველთვის ანუ ეს ვერტიკალი. ფიზიკული არ არის. პირველია თავიდან მიდის ზევით, სად გაიცნებ ანუ გარი, ხო? ნუ გაიცნია რა მიმართებით მიუდექი, რამდენ ხანში შეგიყვარ. აი ყველაზე მყარი და ძლიერი ურთიერთობა ისევ არის, აი თქვათ მეგობრო. აი გუნა მეთქვა მე. მეგობრო. ხო და უცბად რაღაცა დროის განმავლობაში მე უცბად იცი რა მყარი ოჯახი კეთდება რა. ვიდრე აი დაინახა და ვაფშე აი და მაგას ვაფსულ. აი გოს ნომერი გამიგეთ. ეს გოგოს ეგ მეგობრებს როგორ შევიყვარ ეს აი ეგ არის დაბალი ცნობიერება. დაბალი ცნობიერება, მას მაგას ვამბობ რა და. ხო და ესე იგი ეს ვერტიკალი რა, მე ეს იხრება. ანუ ადამიანი ვერ აფიქსირებს რას, გითხრა ახლა რა, ძალიან სერიოზულ რაღაცას ვამბობ. ესე იგი ეს ვერტიკალი რო დაიხრება, ხო? უკვე ადამიანში ესეთი რაღაცა უკვე ხდება, რომ ეს რო დაიხარა, უკვე განელება სწორი ხაზი და მაგ მომენტში ზოგი კიდე შეყარებულები არიან, რომ დაიხარა რა ვერტიკალი და ანუ ის ვულკანი ჩამოვიდა რა, უკვე აღარ ფეთქავს რა. აჯერემეს საკუთარ თავზე შეყარებულები არიან. არა, აი მაგაში ტყუდებიან, მე გითხრა ახლა რა. ეს რო დაიხარა, ხო? უკვე ხდება გაწონასწორ ხარ გამიგე ეს სიყვარული ეს ზევით რაც იყო ის კონტროლში მოვიდა გამიგე და ეხა ეს რო შეადარებს ამას ხო ხდება რომ აღარ მიყვარს ამ დროს კი უყვარს უყვარს მაგრამ ეს როცა ზევით არის უკვე ყოველთვის არ იქნება იმაში რო ეს ზენიტში რა რაფია ყოველთვის პირველი ის არ იქნება რა ქვია პირველი განს და არ იქნება პირველი იმაში რო რაღაც იმაში რო არის დღეუკანსლელ დღეს ვარი. პროუნეო რა. პირველი დღე უკანასკნელი? არა. ოს პირველის შეხოთ არ იქნება როგორია შენო რა, ეგ რა. პოსტალიონის, ხო. ხო რა. ანუ ყოველ პირველი არ არის ის ბალანსდება, ანუ რაღაც აი თქო ყველაზე კრიტიკული მომენტი იცი? როდის არის კაცის და ქალის ცხოვრებაში? ეს ცოტა თაფლობის თვერო. აი ყველაზე კრიტიკული არის ეგ რა. რატომ ალბათ? იმიტომ დასტყვი შენ ეგ არის რა. ზენიტში არის და მე რო ჩამოდია პირველი შეჩვევა და რეგულიზაცია ხდება მანდ რა. ხო მაგას ხო. ანუ რაც მე გეუბნები, ზოგს უგზელდება დიდხანს, ზოგს უგზელდება მალე და ანუ კიდე კაი რომ მალე უგზელდებოდ რა პონჩი ხა გითხრა რა. თუ გვიან დაიხარა ეს ვერტიკალი ხო? მე უკვე დაოჯახების მომენტში რომ მე შორდები. ხო შორდები, მივხვდი ხო. ანუ ამას არავინ არ ფიქრობს რომ ეს ჩემი ზიახტაცებული გზნობა უნებრივია ეს გაწონასწორდა და დინებაში წავიდა გამიგე? ესე იგი იმას შეადარებენ ამას. იასნა ესეთი ვერ არის ეხა და პირველი სიყვარული სხვა არის, მეორე სხვა, მესამე სხვა, ანუ თავის ადგილია. ვულკანი რო ამოხეთქავს, ხო ნელდება. ნელდება, ეგეთი იმას სხვა ის ვულკანი აღარ არის. არის ქვევით ხო, დუღს ქვევით ხო? ზევით აღარ ასხავს ხო? აი ეგეთი ვარიანტია რა. ხო, მივხვდი, მაგრამ არ წყალი გაედინება მილებში, მაგრამ სულ ზევით ხო არა? სულ ზევით ხო არა, ხო. ჩეცდება ეს წყალი ცოტა უხეში მაგალითი რა, ხო. ხო და ანუ კაი ზოგს რომ მალე ეხრება რა ეს ვერტიკალი, იმიტომ რომ მალე მიხვდეს რომ, მაგრამ ვერ ხვდებიან თო. ანუ ანგრევ, ეუბნებიან რომ ისი რა მე შენ იმათ გამინელ და გზნობა. ანუ როგორ ცდებიან ყოველზე ხარ რა. თან თუ იქ არ არის ურთიერთგაგება მაგრად რა. გამიგე? და აი ამ მომენტში ბევრი შორდება, ზოგს უკვე რომ რამდენიმე წლის მერე დაოჯახების მერე ეხრება ესა, იქამდე მაგრად უყვარს და მერე უან ხო აღარ მიყვარს. ეგ არის ტყუილი რა. ხო მივხვდი და სულ, ანუ სისხლის გამო და გამოსტილობის გამო ანგრევენ ოჯახს. ანუ აი ამ შეფარდებას ვერ აკეთებ. მომზადებლები ხდებიან ამ მომენტს და კიდე ის მომენტი ნელია ბიჭო, ნენტო რომ შენ გინდა რომ ყოველთვის ესეთი ფეთქებადი იყოს. ჩვენ ხო ვიცით ისეთ. შენის და მე ვიცი ეს ხო რატომ არ იცის ეს ყოველთვის ხდება ანუ იცი რა ჩავარდა და ამალოსოს არის ჯერ მანდ არის ეგოისტური მომენტი რატო იმიტომ რომ უნდა რომ სულ კულმინაციაში იყოს თავისი განცდა გაიგე ვერ იქნება ვერას დროს მაგას შენ ვერ დაუმტკიცებ რომ ვერ იქნება თვითონ ამიღო თავის თავშია და ვერ ხდება მე მაგას გეუბნები რომ ის რო ნელდება ხო იცახეს რომ всё აღარ მიყვარსო განა ბალანსში მოვედიო აღარ მიყვარსო რა გამიგე აი გუნდია რა ცოლიც მოყვანა და მეორე ნახევრის შოვნა ერთ თვეში და ორ თვეში არსება რა. აი წლები გააცადე, თუ დროს გაუძლო შენმა ურთიერთობა, ხო? მაშინ აიყვანე, მოიყვანე რა. მე ვარ გიორგი
დონაზე ვსწავლობ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, მიყვარს მოგზაურობა, ჯაზი, როკი და კლასიკა. მე ვარ ლაშა გელაშვილი, ოპტიმისტი. არ ვიცი, მოვიგებ თუ არა, მაგრამ მინდა აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ამ ტურში ვის სიამოვნე ჩემ პარტნიორთან ერთად. დღევანდელი პარტნიორით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ისეთ თემებზე ვისაუბრეთ, რაც ჩემთვის ცხოვრებაში არის პირველ ადგილზე და ვარ ნასიამოვნები ნამდვილად.